ეხლა ერთ თანამედროვე სასწავლებელს გეტყვით, თუ არ გადაგღალეთ, არ მინდა ამის გარეშე დავამთავრო და დღევანდელი სახარება რომ არ გამომჩეს და თან ნიკოლოზობა იყო ხუჩაბაც და მაგიტომ სკოლას გონია რომ ნიკოლოზი, წმინდა ნიკოლოზი მე-4 საუკუნეში აღარ სრულებდა სასწაულებს და ვიღაცა ეხლა კარიკატურა რო არის, აი ეს კერპირო დარბის ციტაჩაჩიანი სანტა-კლაუსი უამრავ სასწაულებს ახდენს, ხო? უბრალოდ უკეთებს პეპსი-კოლას თუ კოკა-კოლას უკეთებს რეკლამას, მეტი არაფერი ჩემო კარგებო, რო იცოდეთ. 21 საუკუნეში რუსეთში ერთი მუსლიმანი მეხორცე ცხოვრობს. ანუ ჩვენ ერაზე ყასაბი, რომელიც კარგად არის, მოკლედ, კარგი შემოსავალი აქვს, ამ ხორცს ყიდის და არის ბედნიერი. აღმოჩნდა, რომ თურმე ვისაც ამ კაცთან მეხორცესთან ხორცი მოაქვს, არის ნაკურდალი მოპარული ხორცი. ჩაატარეს რეიდი და აიყვანეს ეს ჩვენი ცნობილი, ასე თქვათ, ეს პიროვნება მეხორცე. დაიჭირეს ციხეში და ძალიან ცუდ დღეში ჩავარდა. 5 კაციან კამერაში 20 კაცია, არის სემა, არის ჭუბი, არის აღიარე რო იცოდე, არ წარმოედგინეთ, უამრავი შვილი ყავს, თათარია. ცოლი არ მუშაობს, ოჯახი დაიქცა ფაქტიურად. აქედან როდის გაუშვებენ არ იცის და რაკნას. მოიფიქრა რომ მოდი თავს მოიკლაო და დავისვენებო ამით რა. ღამე ეცხადება წაღარათმიანი მოხუცებული და ეუბნება რომ ათა შენ ფიქრობ არ გააკეთო რეგაო. შენ მალე დაგიძახებენ და გახვალო თავისუფლებაზე. როგორც კი ხილვა ნახა, მეორე დღესვე დაუძახეს, ბუდიში მოუხადეს რომ შენი ბრალი არ ყოფილა, შენ არ იცოდი ხორცი საიდან იყო და გაქანდა მაშინვე მეჩეთში. დაიჩოქა და დაიწყო თავის ენაზე, თავის რიტუალების შესრულება და მოლა გაოცებული უყურებს ახლა ეს რასაკეთებსო, ვინ არისო კაცო და მივიდა მოლა და ეკითხება რომ რა დღეში ხარო, რა ხდებაო და ასეო ყველაფერი. ეგო კაცო, წმინდა ნიკოლოზიაო. მოლაც კი იცნობს წმინდა ნიკოლოზს. წადი ეხლაო, რა გავაკეთო? აი მადლიერებაზე მინდა შემოძვირფასებო, დღევანდელი სახარება მადლიერებაზე. წადიო ნებისმიერ მართლმადიდებულ ტაძარშიო, იკითხეო, სად არის წმინდა ნიკოლოზის ხატი და დასანთლები დაუნთეო და ილოცეო. გაქანდა პირველივე ტაძარში შევარდა და იქ მესანთლე თუ ვინც იქნებოდა რა, მოკლედ რომელიაო წმინდა ნიკოლოზის ხატიო, მივიდა ხათ მე თვითონ დავამაყრის ამას რო უსმენ. ბღუჯა სანთლები აიღო და დაიწყო ლოცვა და მადლიერება. გესმით? მნიშვნელობა არ აქვს, ნეკე პანეკუმენეს კი არ ხარდაგებს, მაგრამ ჩვენი წმინდანები, ჭეშმარიტი წმინდანები იმ ადამიანებს, ვინც გულწრფელად მადლიერია, ღვთის წყალობის ეხმარება, 10 ადამიანი, 10 კეთროვანი მივიდა ქრისტესთან, 9 ებრაელი და 1 წერია რომ სამარიტელი. თან უყურეთ ეხლა იესო მოძღვარო ყვირიან, იმიტომ რომ არ უფლება არ ქონდათ ახლო მისულიყვნენ მღვდელთან, ან მღვდელმთავართან, ან მკურნალთან, იმიტომ გადამდები საშინელი სენი იყო, ვინც იცით ეს არ უნდა მას ბევრი ახსნა, ადამიანი სოცხლად ყარდა ფაქტიურად, ჩირქის გროვები ქონდა ტანზე და ოჯახის წევრებიც კი, ასე თქვათ, აგდებდნენ ასეთ ადამიანს სახლიდან, იმიტომ რომ გადამდები დაავადება იყო. აი ასეთი ადამიანი ახლო ვერ მიდის, მაგრამ ყვირიან, გვიშველი, დაგვეხმარე. მაცხოვარი ეუბნება რომ ეხლავეო წადითო და მღვდელს ეჩვენეთო, რომ განკურნებული ხართ. აი უკვე წმენდა რამხელა რამეა. განკურნებულები არ არიან ჯერ, მაგრამ გზაში ხდება მათი განკურნება. არ არის ცნობილი ისინი მივიდნენ თუ არ მივიდნენ მღვდელთან, იმიტომ რომ მღვდელს უნდა დაემოწმებინა, რომ ესენი განკურნებულები არიან და დაბრუნებულები იყვნენ სახლში და უნდა შეეწირათ გარკვეული შესაწირავი. აი ამ 10 ადამიანიდან 1 ადამიანი სამარიტელი წარმართი ბრუნდება ქრისტესთან. და ეს აი ამ სიტყვებს დაუკვირდი, რომ მე ხო 10-ვე გამკურნეო. თქვენ როგორ ფიქრობთ, წმინდა ნიკოლოზი მარტო მეხორცეს დაეხმარა? იცით რამდენ ადამიანს ეხმარება წმინდა ნიკოლოზი და ღმერთი, მაგრამ ვერაფერი ვერ ნახესო, საიმისო რომ მოსულიყვნენ ჩემთან. მაცხოვრის სიტყვების საყვედურით. ანუ ადამიანი, უყურეთ, დადის თქვა მე საშუალო მანქანით არა, მაგრამ იცი რა საუბრობს, თუ უკეთეს მანქანას ვიყიდი, მე მივალ სამადლობელზე. თუ ცხოვრობ ოროთახიანში და ხუთოთახიანში გადავალ, აი მე მექნება ხელჩასაჭიდი რომ მივიდე სამადლობლად, მაგრამ ოროთახიანი რო აქ და სამი შვილი რო ყავს, ეს არაფერი არ არის. აი ვერ ნახულობს ადამიანი მიზეს,
რომ მადლობა გადაუხადოს ღმერთს. კაი, თქვათ არა ყავს ქმარი, არა ყავს სოლი, არა ყავს საერთო შვილი დაგეყოლება ხო, მაგრამ ცოცხალი ხო ხარ შედალოცვილო, ხო დადიხარ, ხო სუნთქავ, საქართველოში ცხოვრობ. შეგიძლია გაიღიმო, გაიცინო, ადამიანს დაეხმარო, მოიკითხო, ნერვები მაინც არ მოუშალო, ხო? ეს არ არის საკმარისი რომ მადლობა შეწირო ღმერთს. თქვა ციხეში ხარ, სავანტყოფოში ხარ, საფლავზე ხო არ წევ ხარ. ყოველთვის შეიძლება სამადლობელის მოძებნა, მაგრამ არა, მოიცა, აი თუ ხელფასი მომემატება, მერე მივარ და სამადლობელს გადავიხდი. აი თუ ჩემი ცოლი აღარ გამაბრაზებს, მერე თუ ჩემი ქმარი ლოთობას თავს დაანებებს, არა. სანამ რამე შეიცვლება, სანამ მგდელთან მიდიან ესენი, მანამდე ხდება გზაში ხდება განკურნება. მოხვედი გადამახდევინე პარაკლისი, ან წირვაზე ითხოვე რამეს. სანამ დაბლა ჩახვალ, გჯეროდეს რომ ღმერთი შეგისრულებს შენ, რო არა გჯერა, სანამ შენი თვალებით არ დაინახავ. აი იმიტომ არის რომ ამას სჭირდება განსაკუთრებული წმენა. სოფელში წვიმა არ მოდიოდა და მგდელმა გამოაცხადა რომ მე პარაკლისს გადავიხდიო და მოგიქო და წვიმა მოვაო. ერთი ქალი მოვიდა ქოლგით. აი ამას აქ წმენა. გესმით? დანაჭი თუ მიდიხარ პარაკლისზე რომ წვიმა გინდა და გჯერა რომ წვიმა მოვა ქოლგა წაიღე, მაგრამ ერთმა ქალმა მოიტანა ქოლგა მარტო და ეს ერთი ქალის ქოლგა არ ეყო წვიმა რომ მოსულიყო. გესმით? აი ამიტომ